შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ინარი ზაქარაძე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით ინარი ზაქარაძემ თავის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს უკანონოდ დაავალა კონკრეტული მოქალაქეებისთვის, თითქოს და ტყის სარგებლობის წესების დარღვევისთვის დაჯარიმების ყალბი აქტების გამოწერა. გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. მეტყევეები გამოძიების დასრულებამდე კომენტარს ვერ აკეთებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ საუბარია 2012 წელს თხილნარში ტყით სარგებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე. აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ჯუმბერ აბოლაძე აცხადებს, რომ ინარი ზაქარაძეს 23,000 ჰექტარი ტყე ებარა. ჩვენ ნამდვილად არც ვიცით კონკრეტულად რა ფაქტია შესაძლებელი. სავარაუდოდ უნდა იყოს უჯრედთან დაკავშირებით. ნამდვილად არ შემჩნეულა ასეთი, რომ შემჩნეული იყო პირველივე ფაქტია თუ გარიგება შესლის მცდელობა არ აქვს მნიშვნელობა, უკვე მოეთხოვებოდა პასუხი და ჩვენს რეგიონში ვერ გაჩერდებოდა. ჩატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციის უფროსი ინარი ზაქარაძე დავაკავეთ, რომელმაც თავის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს უკანონოდ დაავალა კონკრეტული მოქალაქეებისათვის, თითქოს და ტყით სარგებლობის წესების დარღვევისათვის დაჯარიმების ყალბი აქტების გამოწერა. გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს.